დავბრუნდით ეთერში, ვისაუბროთ ისეთ თემაზე, რასაც ეწოდება ტალღები. ტალღა არის რხევის გავრცელება გარემოში. მექანიკური ტალღა ვრცელდება დრეკად გარემოში. იმისათვის, რომ ტალღა გავრცელდეს, ბუნებრივია უნდა არსებობდეს გარემო და უნდა არსებობდეს მერხევის სხეული, ანუ სხვაგვარად ტალღა არაფრისგან არ წარმოიშვება. გარემო უნდა იყოს დრეკადი, სითხე შესაძლებელი იყოს, აირი, მყარი სხეული. სხვადასხვა სახის ტალღებს განასხვავებენ ერთმანეთისაგან. ერთ-ერთი მაგალითი ვნახოთ. ზამბარა გვაქვს, ცალი ბოლოთი დამაგრებულია და მეორე ბოლოზე მოქმედებთ, ხო? აი ვიმოქმედეთ და შეკუმშული ნაწილი გადაადგილდა, ხო? ეს რხევა გადაადგილდა. ამ სახის ტალღას უწოდებენ გრძივ ტალღას, როდესაც მისი გავრცელება დაემთხვა რხევის მიმართულებას. მეორე არის განივი ტალღა. აი აქ ამ შემთხვევაში კიდევ ერთხელ შევხედოთ. რხევა მართობულია ტალღის გავრცელების. მაშასადა მე უფრო დეტალებში განვიხილოთ თითოეული მათგანი. განივი ტალღა ჯერ თითოეული ბიჯით ავამოძრავოთ რაღაცა წერტილი. ეს არის ის თოკი, რომელიც წეგან მაგალითის სახით ნახეთ, შედგება ის რაღაცა ნაწილაკებისაგან. გავამარტივოთ სიტუაცია, ძალიან გავამარტივოთ. და რხევაში მოვიყვანოთ პირველი ნაწილაკი, რომელიც დრეკადი გარემოს საშუალებით დაკავშირებულია მეორესთან. ბუნებრივია ამის რხევა შემდეგის რხევას გამოიწვევს და შევხედოთ პროცესს. აი გადაიხარა წონასწორობის მდგომარეობიდან, მას დაყოვნებით მოყვა მეორე, შემდეგ მესამე და ასე შემდეგ. მოდით უწყვეტი იყოს ეს მოძრაობა და უფრო კარგად გამოჩნდება, როგორ მოქმედებენ ეს ნაწილაკები ერთმანეთზე. მაშასადამე ტალღა არ გადასცემს ნივთიერებას, არ ვრცელდება ნივთიერება, ის ადგილზე ირხევა, მხოლოდ ტალღა ვრცელდება. ენერგია ვრცელდება ტალღის სახით. ნივთიერება არ გადაადგილდება. ის ირხევა წონასწორობის მდებარეობის გასწვრივ. აი დავაკვირდეთ, წონასწორობის მდებარეობის მიმართ ირხევა თითოეული წერტილი. უბრალოდ ფაზით ჩამორჩება თითოეული მათგანი წინამდებარეს. ახლა მოდით შევცვალოთ სიხშირე, ასე, იგივე სიტუაცია, ოღონდ წყაროს სიხშირე გავზარდეთ და ტალღის სიხშირეც გაიზარდა. სხვადასხვა გარემოში ტალღა ვრცელდება სხვადასხვა სიჩქარით. და ტალღის სიგრძეც იცვლება მისი, მაგრამ სიხშირე მუდმივია, იმიტომ რომ სიხშირეს განაპირობებს წყარო, რომელიც ქმნის თავად ამ სიხშირეს. ტალღის სიგრძეს უწოდებენ ერთი პერიოდის განმავლობაში, აი წარმოიდგინეთ, ეს არის ერთი პერიოდი, რომლის განმავლობაში ერთი სრული რხევა მოხდა, აი ფაზაში ერთნაირ წერტილებს შორის მანძილს ეწოდება ტალღის სიგრძეს. რას ნიშნავს ფაზაში ერთნაირ წერტილები? ამ შემთხვევაში აღებული გვაქვს წერტილი, რომელიც ნულოვან წერტილში გადის. შესაძლებელია ეს იყოს ორი მაქსიმუმის შედარება, ორი მინიმუმის. თავარია, რომ ეს ხდებოდეს ერთი პერიოდის განმავლობაში. მეორე, ვნახოთ ახლა გრძივი ტალღა. განივ ტალღაში ჩვენ ნახეთ, რომ რხევა გავრცელების მართობული იყო. გრძივ ტალღაში რხევა ტალღის გავრცელებას ემთხვევა და კარგად დავაკვირდეთ რა ხდება. თითქოს სიმკვრივე გადაადგილდება, აი რამდენიმე წერტილი ერთად იყრის თავს. შევანელოთ პროცესი, რომ უფრო კარგად დავინახოთ. აი სამ-სამი წერტილი გადაადგილდება თითქოს ერთად. სინამდვილეში კიდევ ერთხელ ვამბობ, არავითარი ნივთიერების გადატანა არ ხდება, მაგრამ ტალღა ვრცელდება და ენერგია გადააქვს, უზარმაზარი ენერგია შესაძლებელია გადაიტანოს ტალღამ, იმიტომ რომ ის ამპლიტუდის კვადრატის პროპორციულია. მაშასადამე გრძივ ტალღაზე ასე თუ ისე რაღაცა მაგალითები ვნახეთ, განივ ტალღაზეც ვნახეთ მაგალითები. მოდით ვნახოთ, როგორ მოქმედებს ზედაპირული ტალღა, რომელიც ყველაზე რთული ასახსნელია. კარგად დავაკვირდეთ რა ხდება. ეს არის ზედაპირული ტალღა, ანუ როგორ ვრცელდება ზღვის ტალღა. თითოეული წერტილი რაღაცა წრეწირზე ბრუნავს ცენტრის გარშემო რაღაცა რადიუსიან წრეწირზე. რა უფრო მივდივართ ფსკერისკენ, ეს წრეწირის რადიუსი
პატარავდება და უფრო პატარ-პატარა რადიუსიან წრეწირზე ხდება ბრუნვა. ახლა გვერდით წერტილებს შევხედოთ. მოდით შევამციროთ ახლა პერიოდი. აი ასე შევამციროთ პერიოდი და მოხსნათ წრეწირი და უფრო თვალსაჩინო გახდება ყველაფერი. ხედავთ რომ ხდება ბრუნვითი მოძრაობა, არანაირი გადაადგილება არ ხდება მატერიის, მაგრამ ტალღა ნამდვილად ვრცელდება. თუმცა ბრუნვა ხდება ერთი წერტილის გარშემო. მაშინ რა ხდება? თითოეული მომდევნო წერტილის ბრუნვა ფაზით ჩამორჩება წინამდებარეს და აქედან გამომდინარე იხატება ეს სურათი, რომელსაც ახლა ჩვენ ვაკვირდებით. ამპლიტუდაშია განსხვავება ფენებს შორის. დავაკვირდეთ თითოეულ ფენას, როგორ განსხვავდება ამპლიტუდა. კიდევ უფრო პერიოდი შევამციროთ და მოდით გავზარდოთ ამპლიტუდა. გავზარდოთ ამპლიტუდა და შევხედოთ რა პროცესს ექნება ადგილი. აი რაღაცა ქოჩორი გაიკეთა. ეს არის ზუსტად ის თემა, როდესაც ზღვა იქოჩრება. ეს არის ის მექანიზმი, რატომ იკეთებს ქაფს, რატომ იქოჩრება მღელვარე ზღვა. წრეწირები შემოვიტანოთ და კიდევ ისევ განვიხილოთ ეს საკითხი. აი წრეწირის ცენტრებს დავაკვირდეთ და ტრაექტორიებს. როდესაც დიდი ღელვა, აი მათი ტრაექტორიები უკვე ერთმანეთს კვეთს, სხვადასხვა წრეწირში წარმოქმნილი წერტილები, მათი ჯამური, ასე ვთქვათ, სურათს წარმოადგენს მოცემულ შემთხვევაში აი ეს აქოჩრილი გადაადგილება ამ ტალღის. როდესაც წრეწირს მოხსნით, აი ეს სურათია და შეგვიძლია საერთოდ რადიუსებიც მოხსნათ და დავინახავთ ტალღის მოქმედების პრინციპს. ამრიგად ახლა მე თქვენ გიდემონსტრირებთ ვირტუალურ ლაბორატორიის გამოყენებით ზედაპირული ტალღის მოქმედება. აი თქვათ არ მაქვს ეს მე. არა მაქვს ეს ლაბორატორია, მაშინ მე უნდა დავწერო აი ეს ფორმულა და ამ ფორმულის მიხედვით აგიხსნათ რას ნიშნავს ზედაპირული ტალღა. გითხრათ რომ აი მაგალითად X არის წანაცვლება, K ტალღური რიცხვია, ომეგა კუთხური სიჩქარე. რამე იქნებოდა გასაგები? რასაკვირველი არაფერი გასაგები არ იქნებოდა. ამიტომ აქვს უდიდესი მნიშვნელობა ამ ლაბორატორიებს, რომელზეც მე საუბრობ, რომ თქვენ ფიზიკურ შინაარსს იგებთ. შესაბამისად, მე აქედან გამომდინარე უნდა გამოვიდეს ეს ფორმულა. ეს აზრი უნდა დაიბადოს მას შემდეგ, როდესაც თქვენ ვიზუალურად ამას ყველაფერს წარმოიდგენთ და ექსპერიმენტს ჩაატარებთ და კარგ ანალიზს გააკეთებთ. ერთი საკითხიც განვიხილოთ. სად ჩანს რომ ასე ვთქვათ მატერია არ გადაადგილდება, ნივთიერება არ გადაადგილდება და მხოლოდ ტალღა ვრცელდება. უმარტივესი მაგალითი ვნახოთ. აი ასეთი. ორი ტივტივია გვაქვს ჭურჭელში, ამოძრავე ერთი ტალღა გავრცელდა და მეორე ტივტივა ამოძრავდა. პირველი არსად არ გადაადგილებულა. ესაც იმის მამტკიცებელია რომ ნივთიერება არ გადაადგილდება. ტალღა ვრცელდება. ზღვის ტალღას უზარმაზარი ენერგია აქვს, თქვენ იცით, მისი დამანგრეველი ძალა. ასეთი თემა განვიხილოთ, რასაც ეწოდება ორმაგი კანქარა. კანქარაზე ბევრი მაგალითი ვნახეთ, მაგრამ აქ კვეთრად განსხვავებული თემაა. რა გვაქვს მოცემულობაში? მოცემულობაში გვაქვს ორი კანქარა ჩამოკიდებული ძაბზე და ისინი ერთმანეთთან დაკავშირებულია ზამბარის საშუალებით. ეხლა რა არის? ერთ-ერთს მივანიჭოთ, გადავხაროთ წონასწორობიდან, ის დაიწყებს რხევას. ესე იგი, გადაიქცევა მერხევ ობიექტად. მეორე ზამბარას ის გადასცემს ენერგიას რხევის საშუალებით, ანუ გრძივი ტალღა გავრცელდება ზამბარაში. ზამბარაში გავრცელდება გრძივი ტალღა და მეორე სხეული ამ ენერგიას პორციებით მიიღებს. მოდით გავანთავისუფლოთ და გავუშვათ ხელი. დაიწყო პირველმა რხევა, გავანულოთ ეს გრაფიკები და თავიდან დავიწყოთ ათლა. შევხედოთ პროცესს. ძალები ჩანს, ყველაფერი ჩანს, მაგრამ ერთ-ერთი მომენტი მაინტერესებს და თქვენც ამან უნდა დაგაინტერესოთ. გაჩერდა პირველი, ახლა მერხევ სხეულად გადაიქცა მეორე მარჯვენა კანქარა და ის უბრუნებს უკან ენერგიას პირველს. თუ გრაფიკს შევხედავთ, მიილია ენერგია, პერიოდული ენერგიის მილევა და გაზრდა ხდება. ენერგია ერთი ზამბარიდან გადადის მეორეში, ოღონდ არა პირდაპირ, არამედ გარკვეული დაყოვნებით, გარკვეული პორციებით. კიდევ ერთხელ კარგად დავათვალიეროთ გრაფიკი. აი აქ ჩანს როგორ მიილი ერთის და ამავე მომენტში როგორ
გააქტიურდა მეორე და ის გადაიქცა მერხევს სხეულად, შემდეგ ისევ პირველს უბრუნდება ყველაფერი. დღეს მე ვერ მოვახერხე წარმომედგინა გარკვეული მიზეზების გამო რეალურ ვირტუალური ლაბორატორია. მაქვს რეალობაში ჩამოკიდებული ორი კანქარა, რომელსაც ვაკვირდები. აი ამ პრინციპით არის ერთმანეთთან დაკავშირებული, როგორც ახლა ვიხილეთ ჩვენ. რეალურ ვითარებაში ეს და რო ჩავატარო, არ მაქვს ეს გარემო. კი ბატონო, იქ დაიწყებენ ისინი რხევას, მაგრამ ამ პროცესების ასეთ ვიზუალიზაციას ხო ვერ შევძლებდით და ამიტომაც აქვს უდიდესი მნიშვნელობა, რომ იმ რეალურ ლაბორატორიას ვუკავშირებთ ვირტუალურს, მონაცემები შემოდის და ყველანაირი პროცესი ხდება ხილული და ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ სერიოზული ანალიზი გავაკეთოთ. კარგად შევისწავლოთ მოვლენები, რასაც აქვს უდიდესი მნიშვნელობა. ანუ ექსპერიმენტატორის უნარები უნდა გავიმუშაოთ ამ ასაკში. რატომ? ჯერ თავდაპირველად ჩვენ თუ შევძლებთ ცნობილი ექსპერიმენტების ჩატარებას და ცნობილი ამოცანების ჩატარებას, ეს იმისთვის კეთდება, რომ მომავალში შევძლოთ გადავწყვიტოთ ისეთი საკითხები, რომელთა განსაზღვრის წესი არის უცნობი. ეს არის მთავარი. ამითი დავამთავროთ, კარგად ბრძანდებოდეთ.